მოგესალმებით. მე ვარ ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წევრი და დღეს წაგიკითხავთ ლექციას თემაზე ჩინური ხელოვნება, ტრადიციები და თანამედროვეობა. მოგეხსენებათ, ეს ლექცია ეს კურსი მოიცავს ჯამში 10 ლექციას და მათ შორის ხელოვნების შესახებ ლექცია არის ერთ-ერთი ბოლო. და ამას აქვს თავისი მიზეზი. საქმე იმაშია, რომ იმისათვის, რომ კარგად გაიგო ქვეყნის ხელოვნება, საჭიროა იცოდე ამ ქვეყნის ისტორია, პოლიტიკური ვითარება და ზოგადად, ასე ვთქვათ, ბექგრაუნდი. Ну, შეიძლება იკვლევდე ჩინეთის პოლიტიკას ისე, რომ არც ერთი მხატვრის სახელი არ იცოდე, მაგრამ ისე გამოიკვლია ჩინეთის ხელოვნება, რომ არ იცოდე მისი ისტორია და პოლიტიკა, ეს საკმაოდ რთული საკითხია. შესაბამისად, იმედი მაქვს წინა ლექციებს მეტნაკლებად დაესწარით, რაღაც წარმოდგენები შეიქმნით ჩინეთის შესახებ და ახლა უკვე გააზრებულად მოვისმენთ ჩინეთის ხელოვნების შესახებ ძალიან მცირე ინფორმაციას. თანაც ესეთი სახელი აქვს, ხომ, ტრადიციები და თანამედროვეობა. არც ერთი ლექცია არ მეგულება, რომ ერთ საათში ჩაადიოს ამდენი ინფორმაცია, მაგრამ აი პატარ-პატარა დეტალები რომ გაგაცნოთ, ვეცდები. პირველ რიგში მინდა გითხრათ ჩინური არქიტექტურის ზოგადი პრინციპების შესახებ. მე დღეს გადავწყვიტე, რომ ერთი კონკრეტული მაგალითი განმეხილა და ზოგადად რა პრინციპები ჰქონდა ჩინურ არქიტექტურას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი არის საკმაოდ მდიდარი ქვეყანა და პრინციპში ნებისმიერი რესურსი მოიპოვება, თუმცა მთავარი, რითიც აგებდნენ ხოლმე შენობებს, ეს იყო ხე. ხის კარკასოვანი სტრუქტურა არის ის, აი პირველი ფოტო, რასაც ხედავთ, რასაც იგება ფაქტობრივად ნებისმიერი ჩინური არქიტექტურული ქმნილება. იქნება ეს პატარა სახლი თუ დიდებული ტაძრები და საიმპერატორო სასახლეები. ამას აქვს, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზი. ასეა თუ ისე, ჩინეთი არის მეტნაკლებად სეისმურად აქტიური ქვეყანა და რა თქმა უნდა, ხის კარკასოვანი სტრუქტურა იცავდა დაშლისაგან მიწისძვრის შემთხვევაში ამ სახლებს. აგრეთვე საინტერესოა ისიც, რომ როგორც მოგეხსენებათ, ჩინელებს აქვს თავიანთი ფილოსოფიური მოძღვრებები და აგრეთვე ძალიან სწამთ იმისა და იანის, ხომ და მათთვის ესეთ ქვა უფრო ასოცირდება მეტად ბნელ ენერგიასთან, როდესაც ხე ასოცირდება უფრო დადებით ენერგიასთან და შესაბამისად ცდილობდნენ, რომ ის გარემო სადაც იმყოფებოდნენ, ყოფილიყო მეტად ხის. თუმცა სიმართლე გითხრათ, მე ამ პარალელურად ფილოსოფიურ დეტალებსაც გიგეთყვით, მაგრამ მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფერს ალბათ უფრო პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა და შესაბამისად პრაქტიკულად უფრო გამძლე იყო ესეთი ტიპის შენობა. აგრეთვე ძალიან საინტერესოა, აი ქვემოთ რომ ნახოთ, ქვედა ფოტო, ის თუ როგორი სვეტები ჰქონდა ჩინურ შენობას. ალბათ სვეტები ყველაზე მეტად ძველ საბერძნეთთან ასოცირდება, მაგრამ აი ესეთი ტიპის ამას ქვია ტოუკუნ. ტოუკუნები ძალიან იშვიათად მოიპოვება ძირითადად ჩინეთში და შემდგომში უკვე კორეაში გადავიდა და იაპონიაში. ეს არის ფაზლის პრინციპით აწყობილი სვეტი და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი ერთმანეთთან ერთდებოდნენ არა თქვათ ლურსნებით, არამედ უბრალოდ ერთმანეთს ესე აჭედებდნენ ფაზლის პრინციპით და ისე მყარად იცავდნენ ამ შენობას, რომ როდესაც იყო ესეთი სერიოზული ბიძგები, მაინც კარგად ინარჩუნებდა ამას. ჯერ ერთი ჩემი აზრით ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია, ხო? ტოუკუნგი. გაჩვენებ შემდგომში ერო კლიპს, მაგრამ ძალიან საინტერესოა, რომ ესეთი ტიპის სვეტები ქონდან მხოლოდ იმ შენობას, კრანშტეინები ქვია ესეთი დეტალი, მხოლოდ იმ შენობას, რომელიც იყო მასშტაბური. ანუ უბრალოდ ჩინელი ადამიანის სახლში ამას ვერ იპოვიდით. უკვე რამდენიმე სართული, როდესაც იყო 1, დიდი ან 2 და 3 სართული, იყო ესეთი სვეტების საჭიროება. გარდა ამისა, თქვენ დააკვირდებით, რომ აი აქ ძირში არის პატარა და შემდგომ უფრო იზრდება. ჩინური სახურავები ზომით იყო ძალიან დიდი და ეს ზეწოლა, რომ გადაენაწილებინა თანაბრად, ამიტომ იყო მოფიქრებული ასეთი კონსტრუქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში სახურავი აუცილებლად დააწვევოდა შენობას და ჩატეხავდა მას. ეხლა რამდენიმე სიტყვით უშუალოდ სახურავის შესახებ. სახურავი ჩინეთში კეთდებოდა კრამიტისგან. ძირითადად ყველა. მნიშვნელობა არ ჰქონდა უბრალო სახლი იყო თუ საიმპერატორო სასახლე, ეს კრამიტი იყო ძირითადი საშენი მასალა სახურავებისთვის. ნუ ერთადერთი ზემოთ აი ამ ფოტოში წარმოდგენილია პეკინის საიმპერატორო სასახლე, აკრძალული ქალაქი, როგორც იცით, ძალიან ცნობილია და სავარაუდოდ გეცოდინებათ და აქ შეამჩნევთ უფრო მეტ ყვითელ ფერს და წითელ ფერს. ნუ ყვითელი ფერი ჩინეთში იმპერატორის ფერად არის მიჩნეული, შესაბამისად აკრძალულ ქალაქში ესეთია, ხო? და ნახეთ
ჩვენ რომ ალბათ თქვა ტერმინი ჩინური სახურავი თქვენ ყოველთვის წარმოიდგენთ ესეთი ზეცისკენ აზიდულს, ხომ? ცოტა ჩაზნექილს. ამას ჰქონდა თავისი მიზეზი. ნახეთ, კრამიტს ჩინელები ალაგებდნენ ერთი მეორეზე, როგორც წესი არის, მაგრამ წვიმის, ქარის, იგივე მიწისძვრის შედეგად ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოდის ხოლმე. ამის პრევენცია რომ მოვახდინოთ, დროთა განმავლობაში ჩინელმა არქიტექტორებმა მოიფიქრეს მეთოდი, რომლის მიხედვითაც უბრალოდ სახურავს აკეთებდნენ ოდნავ ზემოთ აზნექილს და ეს იცავდა კრამიტს ჩამოცურებისაგან. ამიტომ ეს იყო ფაქტობრივად ძალიან ჭკვიანური ტექნოლოგია. გარდა იმისა, რომ როდესაც წვიმდა ხოლმე, ეს წვიმა პირდაპირ ქვემოთ კი არ ეცემოდა, არამედ ცოტა მაინც ჰაერში ადიოდა და შესაბამისად შენობას პირდაპირი დასველებისგან უფრო მეტად იცავდა. ნუ შემდგომში უკვე კიდევ არსებობს თეორია, რომ როდესაც ავისული მოვა ეს აისხლიტავს და რაღაცა, ხო? თუმცა მე მგონია, რომ პირველ რიგში ხო ეგრეთ სამი რისი სხვადასხვის იმაში რომ მედიაჩენეს მეტყობა აი პროპარტია სოჩამოეშფატებროეთ სადაც ასრულება და განავარდება კი თუმცა მე რა თქმა უნდა იმ თეორიას ვემხრობი რომ პირველ რიგში ეს იყო პრაქტიკული და შემდგომში შეიძლება ეს ავსულებში იგულისხმებოდა თუნდაც იმიტომ რომ ზედმეტი წვიმა ან ზედმეტი რაღაცა მეზობელთან გადავა თუმცა ნუ რა თქმა უნდა პირველ რიგში პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა ეხლა ნახეთ აი რა იყო ჩინური არქიტექტურის აგრეთვე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი ელემენტი და განსაკუთრებით დიდ ნაგებობებში, აი ამას ქვია სტელეობატი, ან თუ გინდათ ესეთი პლატფორმა. ნახეთ, მარმარილოსი არის აკრძალულ ქალაქში, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ძვირფასი რაც შეიძლება იყოს. თუმცა აქედაც მოვამზადე, ეს არის ცის და ძარი. ძირითადად ყოველთვის ესეთ პლატფორმებზე იგებოდა ხოლმე მნიშვნელოვანი შენობები და ძალიან საინტერესოა ის, რომ შენობები, როდესაც ინგრეოდა, ხშირ შემთხვევაში ეს პლატფორმები რჩებოდა და კვლევარებისთვის, ისტორიკოსებისთვის და არქეოლოგებისთვის უკვე ძალიან საინტერესოა ამის მიხედვით გამოთვალონ, ოდესღაც არსებული შენობა რამხელა იქნებოდა მასშტაბით, ხომ? და დაახლოებით როგორი იქნებოდა სიმაღლეში, რამდენ წონას გაუძლებდა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს მარმარილოს სტელეობატი და სტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩინური ხელოვნება და არქიტექტურა რომ ვთქვათ, ალბათ იმ წუთასვე წარმოგიდგება თვალწინ, რაღაც გარკვეული ტიპის შენობა, ძირითადად ალბათ ასეთი და აი სახურავი, სვეტი, ეს ყველაფერი თითქმის ნეიტრალურია ხოლმე, მაგრამ სად ჰქონდათ ჩინურ ხელოვანებს ის შესაძლებლობა, რომ გამოემჟღავნებინათ საკუთარი თავი, გამოეყენებინათ მეტი ფერი. ეს იყო უფრო შენობის შიდა ნაწილში, ძირითადად მორთული იყო ხოლმე თაღები, სახურავები და აი ქვემოთ რომ ხედავთ, ხომ? არის გალერეის შიდა სივრცე. გალერეას გარედან რო ჩამოუვარო, იქნება უბრალოდ წითელი სვეტები, ყვითელი სახურავით, მაგრამ აი შიგნით ხდება მთელი ფერადოვნება. მოხატულობაში შეიძლება ყოფილიყო ჩიტები, ყვავილები, სხვადასხვა დეკორატიული ელემენტები, ხანდახან ცხოველები, ძირითადად ეს ადამიანური გამოსახულებები ნაკლებად. შესაბამისად, ეს ფერადოვნება არაკლდა ხოლმე უფრო შიგნით მხარეს. კარგი. ეხლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყოველთვის, როდესაც ჩინურ ხელოვნებაზე ვსაუბრობ და განსაკუთრებულად არქიტექტურაზე, რომ ითხრათ ერთი სიტყვა რასთან ასოცირდება, ჩემთვის ეს არის წესი. იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც უნდა დაიწერა ინძალფარში, რომელიც არის წიგნი იმის შესახებ, როგორ უნდა შეიქმნას ჩინური არქიტექტურა, ყოველთვის იყო ინძალფარში. ყოველთვის იყო წესები. ეს სახლი უნდა იყოს განლაგებული ჩრდილოეთით თუ სამხრეთით, უნდა იყოს რომელ ღერძზე და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ჩინური ქალაქების ერთი პატარა სახლის დიდი კომპლექსის თუ ქალაქების განლაგება ყოველთვის იყო სამხრეთიდან ჩრდილოეთის ღერძით. სამხრეთში იყო ძირითადი შესასვლელი კარი, ხომ? ეს არის დღევანდელი ფოტო და ეს უკვე გეგმა, სამხრეთიდან იყო ძირითადი შესასვლელი კარი და მიუყვებოდა ბოლომდე ჩრდილოეთამდე, ხომ? ეს აკრძალული ქალაქია საიმპერატორო სასახლე და შესაბამისად ირგვლივ უბრალოდ წყალი აქვს, რომ ვთქვათ, მტერი შემოსვლის შემთხვევაში უფრო გაჭირდეს შესვლა, ხომ? დღესდღეობით. მაგრამ ნახეთ, აი უბრალო სახლიც. ეს არის პეკინური ტრადიციული საცხოვრისი, იგივე პრინციპზეა დაფუძნებული, ხომ? შესასვლელი სამხრეთიდან და ესეთ ღერძს მიუყვება. შესაბამისად აი სტრუქტურა ნებისმიერი თუნდაც ნახოთ თქვენ ძველი ჩინური ტილოები, რომელზეც არის მხატვრული ნაწარმოებები შესრულებული, ქალაქების გეგმები, ყველაფერი არის უკიდურესად მოწესრიგებული, თუმცა შემდგომში მოგეხსენება ჩინეთის მოსახლეობა ძალიან სწრაფად იზრდებოდა ხოლმე და მიშენება, მოშენება, ქალაქის გაფართოება საკმაოდ უყვარდათ და ანდახან ესეთი იყო, რომ ქალაქს რამდენიმე გალავანი ჰქონდა, ხომ შემოარტყამდნენ ერთ გალავანს, იმდენი ხალხი მოემატებოდა, რომ მე მეორე გალავანი შემოწყმა უწევდათ მესამესი და ხალხი მაინც იზიდავდა ეს ქალაქი. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ეს ჩინურ ძველ ტილოებს თუ ნახავთ, იქაც უბრალოდ გაუცდებით, არის ხოლმე ესეთი ბაზრის
გამოსახულება ან რაღაცა, იქვე მიხვდებით, რომ ჩინეთში მაშინვე ქალაქებში მილიონობით ადამიანი ცხოვრობდა, ისეთი სავსე და გადაჭედილი იყო ეს ყველაფერი. რამდენიმე სიტყვა მინდა თქვა აგრეთვე ჩინურ უფრო პეკინურ ტრადიციულ საცხოვრისზე, თუმცა ეს პრინციპში დანარჩენ ჩინეთზეც სისტემა მეტნაკლებად ვრცელდება. ამ ტრადიციულ საცხოვრის ქვია სხუიან და ხო, ს არის მოგეხსენებათ 4 ხო, ხ გაერთიანება და იუან არის ეზო, ანუ ეზო, რომელიც აერთიანებს 4 სახლს. ჩვენ ვხედავთ 4 კუთხა ეზოს, რომელიც 1 2 3 4 სახლს აერთიანებს. თუმცა ეს არის ყველაზე დასაწყისში, ყველაზე ადრე შექმნილი და შემდგომში უკვე ემატებოდა ამას უკან სახლი, აი მაგალითად ეს უკვე სხ-იანი პლუს 1 ეზოთი, შეიძლება კიდევ გვერდითაც მიემატებინათ. ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო ოჯახის შეძლებაზე. აი რამდენადაც ასე ვთქვათ ეკონომიკურად შეძლებული იყო ოჯახი, ვით უფრო ფართოვდებოდა და ფართოვდებოდა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აი ესეთ სახლებში ოჯახის წევრების განლაგება იყო შემდეგნაირი. აი ეს სახლი იყო მთავარი სახლი, ჩინურადაც ეგრე ქვია, ჯანფანგ, სადაც ცხოვრობდა ოჯახის უფროსი. აქ იყო განლაგებული ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითად საკურთხეველი, ანუ ეს ამ სახლში რამდენიმე ოთახი შეიძლებოდა ყოფილიყო. საკურთხეველი, ჩაის კუთხე, ოჯახის უფროსის საძინებელი, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო, ნუ თუ ყავდათ ოჯახში მაგალითად ბაბუა, ბებია, თუ არა და მაშინ მამა და შესაბამისად ითვლებოდა, რომ ეს იყო მთელს ოჯახში ყველაზე კარგი საცხოვრებელი სახლი, სადაც უდგებოდა საჭირო რაოდენობით მზე, საჭირო რაოდენობით ჩრდილი, იყო ზაფხულში გრილი, ზამთარში თბილი და ერთგვარი პატივისცემა იყო უფროსი წევრების მიმართ, რომ აი ყველაზე კარგ ადგილს გაძლევ შენ. შემდგომში უკვე ფლიგელებში, აი ეს 2 ფლიგელია, აქ უკვე ცხოვრობდნენ ვაჟები, იმიტომ რომ ქალიშვილები ხომ ძირითადად თხოვდებოდნენ და მიდიოდნენ სხვა ოჯახში საცხოვრებლად, ოჯახში ვაჟები, რომლებიც შემდგომში ქორწინდებოდნენ, უკვე ცხოვრობდნენ ხოლმე აქ და შესაბამისად აი მათთვის იყო განლაგებული ეს ადგილები, შემდგომში უკვე როდესაც ისინი მოხუცდებოდნენ, გადავიდოდნენ აქ. აი ეს წინა შესასვლელი სახლი ითვლებოდა ყველაზე ნაკლებად პრესტიჟულად, აქ ძირითადად განლაგებული იყვნენ თუ კი ოჯახს ამის შესაძლებლობა ჰქონდა მსახურები, თუ არა შეიძლებოდა ყოფილიყო მაგალითად აი მასწავლებლის ოთახი აი თუდად ჩანს, მაგრამ შემდგომში თუ და გაინტერესებთ შემიძლია ფოტო გამოგიგზავნოთ, ძალიან საყვარელი ფოტო არის, აი აქ რომ მასწავლებელი ზის და ასწავლის. შეიძლება ნუ თავისთავად იყო სველი წერტილი, აქაც ხამწუთას თუდად ჩანს, მაგრამ ერთი სველი წერტილი, სამზარეულო და ასე შემდეგ. როგორც უკვე აღვნიშნე, სახლების რაოდენობა შეიძლება გაზრდილიყო ოჯახის შეძლების მიხედვით. ძალიან საინტერესოა ერთი ფაქტი, რომელსაც აი აქაც თუ დააკვირდებოდით, აკრძალული ქალაქის შემთხვევაში და ჩვეულებრივი სახლის შემთხვევაში, ძალიან უყვარდათ ირგვლივ ყრუ რომ ყოფილიყო კედლები. ანუ ირგვლივ ყოფილიყო რაღაცა ამოშენებული და შიგნით ხდებოდა ყველაზე საინტერესო ნაწილი. შიგნით იყო ესეთი ლამაზად გაფორმებული ეზო. ანუ სახლი უფრო მეტად მორთული გარედან კი არ იყო, არამედ შიგნით. კონკრეტულად პეკინის შემთხვევაში ამას აქვს ერთი მიზეზი, რომ ჩრდილოეთიდან მოდის ხოლმე ქვიშიანი ქარი. ეხლაც არის სხვათა შორის ხშირად და ხანდახან გარეთ გაიხედავ და არც არაფერი არ ჩანს, ხომ? ნელ-ნელა ამ ფაქტს კი ებრძვიან, მაგრამ ქვიშიანი ქარი რომ მოდის, უფრო ჯობს რომ კედელი დახტვეს და არა ფანჯრები, რომ მარტივად არ შემოვიდეს. მაგრამ შემდგომში ისიც მოემატა, რომ ავისულებისგან, ავითვალისგან დაიცვა სახლი. აქ ხომ ადამიანები რომ გაივლიან, გამოივლიან, მოუნდებათ შიგნით სახლში შეხედვა და თქვათ რომ არ ქონდეთ ამის საშუალება, დახვდებათ კედელი და ოჯახის შიგნით რა ხდება, ამას ვერავინ ვერ გაიგებს. ხო? და აგრეთვე ერთ რაღაცას ვიტყვი, ვინც ჩინური ენა იცის, შეიძლება მიხვდეს, ხანდახან სახელმძღვანელოებში ესე არის ხოლმე და ბავშვები ძალიან წვალობენ. გეკითხებიან მაგალითად, საით არის ბიბლიოთეკა და მიგწერია პასუხი, წადი ჩრდილოეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 მეტრში შეუხვია დასავლეთით. ჩვენთვის ეს ძალიან რთული გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ტაძრებს აქვთ მიმართულება, ხო, მაგალითად, საკურთხეველი აღმოსავლეთით არის შესასვლელი, დასავლეთით ასე ისე, მაგრამ ნუ ახლა ქალაქში რო გავიდეთ, უცბად ორიენტაცია საით არის ჩრდილოეთი და სამხრეთი შეიძლება დავიკარგოთ, მაგრამ ძველი პეკინელი არასოდეს არ დაიკარგებოდა. ხომ გახსოვთ? აი ეს იყო სამხრეთი მხარე, ესე იგი კარს ხედავ, სახლის კარის შესასვლელს ხედავ, სამხრეთი კარია. აქეთ მხარეს მაღალ, ყველაზე მაღალ სახლს თუ ხედავ, ესე იგი ჩრდილოეთით ვარ. აქეთ მხარეს დასავლეთით, სამხრეთით. და იმათთვის აი ესე ორიენტაცია იყო ძალიან ბუნებრივი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ წესი არასოდეს არ ირღვეოდა და ყოველთვის ამას მისდევდნენ და ხო. რაც შეეხებოდა შიდა ეზოს, როგორც წეღან გითხარით, რომ შიგნიდან უფრო მორთული იყო თქო, აი აქაც არის ესეთი ძალიან საინტერესო ფაქტორი, რომ ნახეთ, მე ძალიან მიყვარს აი ეს ფანჯრები,
ხო? ძალიან ლამაზია, თვითონ თუნდაც ხეზე ჭრის ხელოვნებასაც, ხო? მწვანე ფერი და ჩემი აზრით წითელი და მწვანე ძალიან უხდება. ესე რო გითხრათ, რომელი ფერი უხდება ხოლმე ერთმანეთს, თქვა წითელი, მწვანე, ლურჯი შეიძლება უცბად არ მითხრათ, მაგრამ ჩემი აზრით ჩინელები არაჩვეულებრივად ახამებენ აი ამ ფერებს, ხო? აბსოლუტურად არ არის არაფერი ზედმეტი, ან შემაწუხებელი, ან რო ვთქვათ, რომ მაგალითად, რას გავს, ხო? ესეთი არ არის. ძალიან მშვიდი, წყნარი და ჰარმონიული. შუაში იდგა ხოლმე ესეთი მაგიდა ან პატარა წყარო, ნუ ყველა ოჯახს თავისებურად და აქ იყო ხოლმე შესაკრებელი ადგილი, სადაც ოჯახის წევრები საღამოობით განიხილავდნენ სერიოზულ საქმეებს, იკრიბებოდნენ, აღნიშნავდნენ დღესასწაულებს და მოგეხსენებათ ჩინელებს დღესასწაულები ძალიან უყვართ და შესაბამისად ასე ატარებდნენ დროს. მოგეხსენებათ ჩინეთმაც გამოიარა მეტნაკლებად ისეთი პერიოდი, როგორიც საქართველოს და საქართველოშიც ჰქონდა ესეთი კოლექტიური სახლები, როდესაც მოვიდოდნენ და შენს ოჯახში ჩაასახლებდნენ კიდევ სხვა რამდენიმე ოჯახს. შესაბამისად, შენი კერძო საკუთრება ფაქტობრივად იყო გაუქმებული, ხო? აი ესე 50-იან წლებშიც, მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ჩინეთში გაუქმდა კერძო საკუთრება. შესაბამისად, აი ამ ერთ სახლში ჩაასახლეს რამდენიმე ოჯახი. აი წეგენ რომ ვახსენე რომ მაგალითად აქ ცხოვრობდა ოჯახის უფროსი და აქ ერთი შვილი და აქ მეორე შვილი, ეხლა უბრალოდ შენ გაგამწესებდნენ რომელიმე ერთ სახლში და აქ ჩაასახლებდნენ სხვა ოჯახს, აქ სხვა ოჯახს, აქ სხვა ოჯახს და აი ამ სახლს ეწოდა არა სხიუან, არამედ ტაწაიუან, ანუ დიდი არეული ეზო. და შესაბამისად ეს ძალიან დაზიანდა ეს შენობები. ჯერ იმიტომ რომ ნუ ახლა სხვასთან სახლში რომ მიდიხარ, ალბათ მოვლის ის არ გაქვს. მე იმიტომ რომ ჩინეთს ისეთ დიდი ეკონომიკური პრობლემები ჰქონდა და სოციალური იმ დროს და ნუ ახლა სახლის გარემონტებისთვის ვისაც ალა საჭმლის პრობლემა იდგა, ხო? გარდა ამისა ფიზიკურად ეს სახლი აღარ იყო საკმარისი ამდენი ადამიანისთვის. მე აღვნიშნე რომ აი აქ იყო თქო ერთი სველი წერტილი და თუ იმ ერთ ოჯახს ყოფნი და ეხლა უკვე გამოდის რომ მრავალი ოჯახისთვის საკმაოდ ესეთი რთული გამოსაყენებელი იყო და სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ დღესაც კი პეკინში საერთო აი ძველუბანში ვინ ცხოვრობს თითქმის ყველა სარგებლობს საერთო საპირფარეშოთი. შენი სახლიდან უნდა გამოხვიდე, რამდენიმე 10 მეტრი გაიარო და ზამთარში კიდე არა უშავს, ზაფხულში კიდე არა უშავს, ზამთარში რთულია. დღესაც შეხვდებით ზოგიერთი ძველი პეკინელის სახლში, ასე ვთქვათ, ღამის ქოთნებს. ხო? კარგი. სიმართლე გითხრათ, თანამედროვეობაც ხომ იყო ჩვენი თემა და თანამედროვე არქიტექტურაზე ჩინეთის დიდებული ცათამბჯენები ყველას გინახავთ, თუმცა ეგ არის ეგრეთ წოდებული ინტერნაციონალური სტილი და მაინც და მაინც ეგ არა ვიღე, იმიტომ რომ ამერიკაშიც, საქართველოშიც უკვე შენდება ხომ ესეთ ცათამბჯენები. და გადავწყვიტე რომ მეჩვენებინა თქვენთვის როგორ აკეთებენ, როგორ აახლებენ დღესდღეობით ამ ეზოებს. როგორც გითხარით, ძალიან დაზიანდა ხომ? ძალიან ცუდი სახე მიიღო. ფაქტობრივად უკვე საცხოვრებლად აღარ იყო ვარგისიანი და მეტნაკლებად 2015 წლიდან სხვადასხვა საერთაშორისო სტუდიებმა გადაწყვიტეს რომ აი ეს სახლები განეახლებინათ. ერთი მიმართულება იყო, როდესაც უბრალოდ გააკეთეს მათი რესტავრაცია, ანუ სუფთად, პირვანდელი სახე რაც იყო ის შეუნარჩუნეს. ეს ძირითადად იცი რა შემთხვევაში იყო, მაგალითად თუ იყო რაღაცა ცნობილი მწერლის სახლი, ან მაგალითად ძველი ბანკი, ან ძველი ბიბლიოთეკა, რაღაცა მნიშვნელოვანი ადგილი. თუ კი იყო უბრალო ადამიანების საცხოვრებელი სახლები, მაშინ ცოტა ექსპერიმენტებს მიმართეს და აი ნახეთ მაგალითად შიდა გადათამაშება როგორ მოხდა. ჩანს? ანუ ეს შიდა ეზო ნახეთ მთლიანად გააკეთეს შუშისებრი, ოღონდ ეს აღარ არის საცხოვრებელი, ეს არის საერთო სივრცე. ანუ აქ შეგიძლია გალერეასავით ესე გაიარო, შიდა ეზოში შეხვიდე, აი ესეც ვთქვათ, როდესაც ზიხარ ჩაის სახლი, ანუ როდესაც ჩაის დალევ მაგალითად აქეთ. ეზოში პირდაპირ მზერა გქონდეს. უკაცრავად და შესაბამისად ესე ცოტა რადიკალურ გზას მიმართეს, თუმცა მე მგონია რომ ყველაზე საინტერესო განახლება არის ეს რომ შეაკეთეს უკვე ძალიან კარგია. აი ესეთი რამე თუ გინახავს შაკო. ეს არის კი ციანმენის ხუთონგებშია, მას ქვია Bubble. ხო, Bubbles ხოიან. ესეთი პროექტი არის ძალიან საინტერესო და შემდგომშიც აქვს მიზანი ბოლოს გაჩვენით როგორი. ეს არის უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ესეთი დამატებითი სივრცეები. თუ გახსოვთ, გითხარით რომ ადამიანებისთვის ის სივრცე, რომელიც თავდაპირველად იყო, აღარ იყო საკმარისი ოჯახები რომ ემატებოდნენ, ხო? იმ სივრცეში ვეღარ ეტეოდნენ და პატარა ესეთი გადაწყვეტილება მოიფიქრეს, რომ აი ამ უჟანგავი ფოლადისგან თითქოს რაღაც ოთახები დაამატეს, აი მაგალითად, აი ნახეთ, ზემოდან ამას დაადებ და ეს უკვე ჩაის ოთახია, ხო? სიმართლე გითხრათ, თუ აი ესე გაივლი, აი აქ თუ გაივლი, ხო? დიდად არ ჩანს.
სპეციალური ხედი უნდა აიღოს ზემოდან გადმოხატო და ისე უკვე შესამჩნევია. და აი ამ პროექტს აქვს თავისი მიზანი. არ ვიცი ახლა რამდენად ჩანს, მაგრამ აი ბუშტუკებია. და ეგ არის როგორ წარმოუდგენიათ, რომ მაგალითად დაახლოებით 2050 წლისთვის შეიძლება უფრო მეტი სხეულიანი ესეთი ბუშტუკების სახით გამრავლდეს. და მე ვფიქრობ, რომ ნახეთ რაში არის პრობლემა. ოლიმპიური თამაშების ჩატარება რომ დაიწყო პეკინში, მაშინ ძალიან ბევრი დაანგრიეს, იმიტომ რომ უცბად უნდათ ქალაქისთვის ლამაზი იერსახე მიეცათ. მანამდეც 90-იან წლებში ინგრეოდა კულტურული რევოლუციის დროს ხომ ინგრეოდა და ინგრეოდა. თუ კი არის არჩევანი, მაგალითად, რაც ძველი არ ვარ გადავანგრიოთ, ან რაც ძველი არ ვარ გამოდი ცოტა თანამედროვე სახე მივცეთ ისეთი, რომ აი ახალგაზრდებსაც დააინტერესოთ და საცხოვრებლად თუ ან რაღაცა საერთო სივრცისთვის ვარგისიანი იყოს, მე მგონი ეს უფრო უკეთესი ვარიანტია, ხო? ხო. თუმცა ზოგი რა თქმა უნდა ფიქრობს, რომ აი ტრადიციულს არ უნდა შევეხოთ. აი რა ვიცი, თქვენი იდეებიც თან მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. კარგი. ეს რაც შეეხებოდა უცბად, რამდენიმე სიტყვით არქიტექტურის შესახებ, ეხლა მინდა რომ გადავიდე ჩინურ მხატვრობაზე. და აი აქ უფრო რთული სასაუბრო, ვინაიდან ჩინური მხატვრობა არის ძალიან დიდი თემა. და არ ვიცი, აი ერთი ნებისმიერი მხატვარიც რომ ავიღოთ, მთელი დღეები არ გვეყოფა რომ მის შესახებ ვისაუბროთ. ამიტომ უბრალოდ ზოგად პრინციპებს გაგაცნობთ აი ამ შემთხვევაშიც. მოგახსენებათ ძალიან ბევრი მიმართულება აქვს ჩინურ მხატვრობას, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არის ეს მთებისა და წყლების ფერწერა. არ ვიცი რა შექმნება გაქვთ, ახლა თქვენ ცოტა ქვემოდან უყურებთ, მაგრამ მე ესე ყოველთვის, როდესაც ჩინურ ესე მთებისა და წყლების ფერწერას განსაკუთრებით აკვირდები, მხატვარს თითქოს აყავ ზემოთ და ესე პირდაპირ გაყურებინებს. ხო, როდესაც მხატვარი ხატავს, არ გაქვს ისეთი შექმნება, რომ ქვემოდან აკვირდები ამას. თითქოს ეს ავტორი იჭაუტაუ არის, რომელიღაც აქეთა მხარეს მთაზე და ამ მთიდან ხატავს. ეს არის ჩინური ფერწერის ერთ-ერთი დამახასიათებელი ელემენტი, რომელიც თქვათ დროის დასავლურ ფერწერას არ გააჩნია. აგრეთვე ძალიან საინტერესო არის ის, რომ ჩინურ თქვენ შეამჩნევდით ხომ, არის აუცილებლად დატანილი წარწერები და ბეჭდები. რა შეიძლება ყოფილიყო დაწერილი ჩინურ ფერწერულ ტილოზე? პირველ წარწერას აკეთებდა ხოლმე ავტორი. ეს წარწერა იყო შეიძლება და მისი ინიციალები, სურვილები, ხშირად ლექსები, იმიტომ რომ მე ქალბატონმა ლიკა მე მგონი One Way-ის ლექსი წაიკითხა, ხო? თუ არ ვცდები. ხო? ის არა მარტო პოეტი იყო, არამედ მხატვარიც იყო და შესაბამისად ხშირად ჩინელი მხატვრები აერთიანებდნენ საკუთარ თავში აი ამ რამდენიმე უნარს. ისინი იყვნენ კარგი ფერმწერები და აგრეთვე კარგი კალიგრაფები, ეს იყო მათი რამდენიმე ერთობლივი მიმართულება და როდესაც ხატავდნენ ხოლმე თან კალიგრაფიის ნიმუშებსაც ქმნიდნენ. ეს არ იყო უბრალოდ მივაწერე, მივაჭყაპნე, ხომ? ეს იყო ძალიან დიდი ყურადღებით დაწერილი. ხანდახან ლექსი, ხანდახან ციტატა რაღაცა. შემდგომში როდესაც აი ეს თქვათ ფერწერული ტილო გადაეცემოდა, შეიძლება ვინმე კერძო კოლექციონერს ან საიმპერატორო კარს იმათაც შეეძლოთ გაეკეთებინათ დამატებითი წარწერები, რაც იყო უფრო მეტად ინფორმატიული სახის, რომ გადმოეცავ თქვათ ამას, გადმოეცა იმას. და ასე საუკუნეების განმავლობაში შეიძლებოდა ეს წარწერები მომრავლებულიყო. აგრეთვე ჩინურ ფერწერულ ტილოზე თქვენ ძალიან ხშირად შეხვდებით ბეჭდებს. ბეჭდები არის ხოლმე ინიციალები. ესეც შეიძლება იყოს პირველ რიგში ავტორის, შემდგომ უკვე იმ ადამიანის, ვინც ეს ტილო შეიძინა, მაგრამ მე ამ რო ვიძახი ტილო, ძალიან საინტერესო ფაქტი არის, რაზე ხატავდნენ ჩინელი მხატვრები. ეს იყო ძალიან რთულად სამუშაო ტექნიკა. ნუ პირველი ეს იყო აბრეშუმი. თუ კი ოდესმე ცდით აბრეშუმზე დახატვას, იცოდეთ, რომ როგორც კი მას ფუნჯს დაადებთ, აი ის მონასმი სამუდამოდ დარჩება იმ ადგილას. ისეთი არ არის, რომ მე დავხატე და შემდგომ ზემოდან რამე გადავახატე, ან შევცვალე. ჩინელი მხატვარი, როდესაც ფუნჯს აიღებდა ხელში, მას უნდა ქონოდა აუცილებლად სიმშვიდე, სიწყნარე, ირგვლივ მაქსიმალური კონცენტრაცია, ვინაიდან თითოეული მოსმა იყო ფაქტობრივად სამუდამო. აი დასავლური ტილოებისგან განსხვავებით არ შეიძლება რომ თქვა გადაუსვი, გადმოუსვი, შევღებე, გადავაკეთე, ხო? ეს იყო ფაქტობრივად პირდაპირ თეთრად ხატავდნენ, როგორც ამბობენ ხოლმე, ხო? გარდა ამისა, აბრეშუმს ჰქონდა ერთი ესეთი თვისება, რომ რა თქმა უნდა, ძალიან თხელი იყო და ბევრ ფენას ვერ მოусვანდი. შესაბამისად, ის ერთი მონასმით უნდა გამოგეხატა მთლიანი იდეა, რაც გინდოდა.
და მე მინახავს ჩინური მხატვრები როგორ ასრულებენ აი ამ ტექნიკას და თქვათ რაღაცა ჩვენს გვყავს ინსტიტუტში პედაგოგი რომელიც ხატავს ჩიტის დახატვა რომ და 3 ჯერ ჩამოუსვამს და ისეთი ჩიტი გამოდის გეგონება რომ ეხა გაფრინდება ამიტომ ნამდვილად ძალიან სასწაულია აი ესე კიდევ რეი ძალიან კარგად ხატავს ბავშვობაში დადიოდა ხატვაზე და ძალიან საოცრად ასრულებს ნამუშევრებს მართლა აი ეს ჩიტუნიები სხვათა შორის იმისათვის რომ ეს მარტივი ლოგიკა იმისათვის რომ კარგად დახატო ჩიტი დიდი ხანი გჭირდება მასზე ანატომიური დაკვირვება ხო? ეხლა ესეთი არ არის რომ ფოტო გადაუღე და იმ ფოტოდან გადავხატე. ეს არის რომ გჭირდება რომ ჩიტი ან დითხას უცქირო ან შეიძლება უკვე გარდაცვლილის სახით დაიდო და შემდგომ შეისწავლო და დახატო ხო? და აგრეთვე ძალიან საინტერესოა ფორმატი, რომლებზეც ჩინელი მხატვრები ხატავდნენ. ეხლა აქაც არის და იქითაც რომ გახვალთ, ევროპელ მხატვრებს ჰქონდათ ესეთი რომ დახატავდნენ, მერე ჩარჩოში სვამდნენ. მაგრამ ჩინური შემთხვევაში ჰქონდა გრაგნილები. გრაგნილები იყო ხოლმე ორი სახის, ვერტიკალური და ჰორიზონტალური. ნუ ვერტიკალურ გრაგნილზე ძირითადად ხატავდნენ უფრო ბუნებას, შეიძლება და ყოფილიყო მთა, წყალი, ჩიტები, ყვავილები და ასე შემდეგ. და ვერტიკალურ გრაგნილს ფაქტობრივად ჰქონდა პატარა შეზღუდვა, ხო, ნუ აი რამხელას გააკეთებს სიგრძეში ძალიან დიდ სფეროს. მაგრამ ჰორიზონტალურ გრაგნილზე ხატავდნენ ხოლმე ისტორიებს, ფიგურატიულ ადამიანურ გამოსახულებებს, რომლის პატარა ფრაგმენტებს ხედავთ აქან მაგალითად, აი აქ და ჰორიზონტალური გრაგნილი ამ შემთხვევაში არ იყო შეზღუდული ზომაში და თუ კი წარმოგიდგენიათ ახლა რა თქვა 10 მეტრი, 20 მეტრი, 30 მეტრი, 50 მეტრი შეიძლება და ყოფილიყო სიგრძეში, ხო? დაახვევდი და შემდგომში ნელ-ნელა გახსნით. გრაგნილის გახსნის წესი არის მარჯვნიდან მარცხნივ. ესე დაიდებ, ნელ-ნელა ხსნი და შენ თვალწინ ნელ-ნელა იშლება ისტორია, ხო? და რამხელა დიდი გათვლა სჭირდება მხატვარს, როგორ უნდა გააკეთოს პლანები, რომ ჩვენ ეს ისტორია ნელ-ნელა გაგაცნოს, ხო? ეს ძალიან საინტერესოა და დიდ ოსტატობას მოითხოვს. ვერტიკალური გრაგნილების გამოფენა შესაძლებელია, თუმცა ჰორიზონტალური გრაგნილები თუ კი ისინი ძალიან გრძელია, საგამოფენო დერბაში ვერ იფინება. შესაბამისად, ეს ხელით გასაშლელ გრაგნილებს ვეძახით და დავდოთ ხოლმე და ესე დათვალიერებისთვის არის განკუთვნილი და ძალიან საინტერესო რომ ელოდები, აბა ეხლა რა იქნება, ეხლა რა იქნება. კი ბატონო. და აი მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი მხატვარი ციპაიში, რომელიც არ ყავს ბადალი მე-20 საუკუნეში, კრევეტები, ეს სწორედ იმ ტექნიკით არის დახატული, რომელიც ახლა გითხარით. და აი მე არ ვიცი როგორ შეიძლება ადამიანმა ესეთი კრევეტები დახატოს, რომელიც არის აბსოლუტურად ცოცხალი და სხვათა შორის ხშირად ვადარებ ხოლმე იმპრესიონისტს, იმიტომ რომ ძალიან ახლოს თუ მიხვედი, ნახავ ლაქებს, მაგრამ რაც უფრო შორს გადიხარ, მით უფრო იშლება შენ თვალწინ, აი ეს ფიგურა, ხო? და ცოცხალი ნამუშევრები. აი ესეთი იყო მე-20 საუკუნის შუა რიცხვებამდე ჩინური მხატვრობა, მაგრამ სადღაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, რა თქმა უნდა, ისეთ ტიპში გადავიდა, რომ მაქსიმალურად რეალისტური გახდა. ნუ დაახლოებით პლაკატები უფრო ხო? ესეთი ტიპის ფოტოზე ვინ არის, ალბათ გეცნობათ. რთულია არ გეცნოთ. ეს იყო უკვე აბსოლუტურად დაკვეთით შესრულებული ნახატები, როდესაც ყველა ნახატი გადიოდა ძალიან დიდ ცენზურას, ხო? შენი თავისუფლება ფაქტობრივად არ არსებობდა. თუ კი რამეს თავისუფლად დახატავდი, შესაბამისად გაგიძახებდნენ გობის უდაბნოში. ესეთი ტიპის მხატვრობა იყო. თუმცა სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ასევე ძალიან საინტერესოა ჩინური პლაკატი და ვფიქრობ, რომ რატომაც არა ეს ნაწილი ჩინური პოლიტიკის და ისტორიის და თუნდაც მხატვრობის საკმაოდ ისეთია. ხშირად საბჭოთა კავშირის პლაკატებზეც გინახავთ ხოლმე ხო, ჩინელი და საბჭოელი ძმები, რომ ერთად მუშაობენ ან ერთად შრომობენ და რაღაც. სხვათა შორის ახლა რატომ ხაიარის რეკლამა გამახსენდა უცბად მე შეგიძლიათ ნახოთ ხაიარი არის ერთ-ერთი ჩინური კომპანია ეს ტექნიკას აწარმოებს რაღაცა ძალიან უცნაური ის ლოგო ხო და მოკლედ აი ესე გრძელდებოდა დაახლოებით 1978 წლამდე და ჩინეთში ხომ არ იცით რა მოხდა 1978
საერთოდ მინდა გითხრათ, რომ კულტურული რევოლუციის დროს ჩინეთში ძალიან ბევრი რამე დაზიანდა, ისევე როგორც სახლები დაინგრა, აგრეთვე ხელოვნების ნიმუშებიც იქნა, ყველაფერი ნელ-ნელა მცირდებოდა და შემდგომში უკვე ნელ-ნელა ეს მხატვრები საკუთარ თავში იგროვებდნენ იმ იდეებს, რომლებსაც ვერ ახორციელებდნენ და მას შემდეგ, რაც უკვე ჩინეთმა ნელ-ნელა დაიწყო გახსნა და ძალიან საინტერესოა ის, რომ ნახეთ, სანამ ჩინეთში ესეთი რაღაცეები ხდებოდა, მანამდე ამერიკაში და ევროპაში იყო ფაქტობრივად ბუმი. ხო, სხვადასხვა მიმართულებები, მიმდინარეობები უკვე ფიგურატიული მხატვრობიდან გადადიოდნენ აბსტრაქციაზე და ძალიან ესეთი თამამი განცხადებები ჰქონდა და ჩინეთში ჯერ კიდევ ესეთი კონსერვატული ხელოვნება იყო. და ამ დროს ჩნდება ესეთი ძალიან ცნობილი ჯგუფი, რომელსაც ქვია ვარსკვლავები, ეს ბრწყალებში იმიტომ მიწერია, რომ თვითონ საკუთარი თავისთვის შერქმეული სახელია, ჩინურად ერქვათ ესე სინ და მათ მოიფიქრეს, თუმცა აქ არის მხოლოდ ნაწილი, საკმაოდ დიდი ჯგუფი იყო და გადაწყვიტეს ესეთი რამის გაკეთება, რომ ძალიან პროვოკაციული ნამუშევრები შეექმნათ და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნამუშევარი იყო აი ეს ვინმეს ხომ არ გაგონებთ. ეს სკულპტურა ხის არის. არა, ეს არის მაო. და ეს არის მაო ძედუნი, რომელსაც თუ ჩანს ერთი თვალი, მარცხენა თვალი აქვს ღია და მარჯვენა თვალი აქვს ოდნავ მოხჭული. მას შემდეგ, რაც ასე ვთქვათ, მაოს მოღვაწეობა გააკრიტიკეს, მთლად პროვოკაციული არ ყოფილიყო, თქვეს, რომ 70% კარგი იყო. 30% არ ვარ გოდაო. ის მოღვაწეობისა და ვანქოპინგმა ასე გამოხატა თავისი დამოკიდებულება აი ამ ფაქტის მიმართ. და სხვათა შორის თუ ამ ავტორის ნამუშევრები დაგაინტერესებთ, ძალიან ბევრი ასეთი ტიპის ნამუშევარი აქვს ხელში შესრულებული და დღემდე მუშაობს ძალიან საინტერესოდ. მას შემდეგ, რაც ჩინეთი გაიხსნა, სხვა ინფორმაცია შევიდა ამ ქვეყანაში უცხოეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ცოტა ჰონკონგიდან რაღაც წიგნების სახელმძღვანელოები ხომ, ოღონდაც არ დაეჭირე, ერთმანეთს აჩვენებდნენ რაღაცებს, თუმცა ეს ყველაფერი მაინც შეზღუდული და აკრძალული იყო, როგორც კი ეს ყველაფერი გაიხსნა, ჩინეთმა დაიწყო ჯერ ხომ ამ ყველაფრის შესწავლა და საკუთარ თავზე გამოცდა, მაგრამ სოფლიოსთვისაც გახდა ძალიან საინტერესო ქვეყანა. იმიტომ რომ ის ამერიკული და ევროპული ხელოვნება ხომ უკვე ცნობილი იყო და ჩინური ახლა გახდა ახალი. წარმოგიდგენიათ, არ ვიცი, ცუდი შედარება ალბათ, მაგრამ თქვა ჩრდილოეთ კორეა რო გავხსნათ და ჩრდილოეთ კორეელი არტისტები როგორ წარმოაჩენენ საკუთარ თავს, ხო? მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება მათი ხელოვნება. და აი ერთი ესეთი საინტერესო ნამუშევარი, რომელიც სანახავად სასიამოვნო ალბათ არ არის. სხვათა შორის თანამედროვე ხელოვნება ამიტომ არის გაუგებარი, რომ ალბათ ჩაუვიფიქრებ ეს რა არის, იმიტომ რომ დიდი ახსნა სჭირდება. ეს არის ძალიან საინტერესო ნამუშევარი, იმისა თუ როგორ აღიქვამდნენ იმ დროს ჩინელი მხატვრები თანამედროვეობას. ეს არის ძალიან ცნობილი ჩინელი, ასე ვთქვათ, არტისტი, რომელმაც იცით რა გააკეთა. აიღო ორი წიგნი. ერთი იყო ჩინური ტრადიციული ხელოვნების წიგნი და მეორე იყო თანამედროვე ევროპული მხატვრობის წიგნი და ერთად გარეცხა სარეცხ მანქანაში 2 წუთი. და თქვა, რომ აი ჩვენი მომდევნო რამდენიმე 10 წლეული ზუსტად ესეთი იქნება. ჩინურ და ევროპულ ტრადიციულ ხელოვნებას ერთმანეთთან პირდაპირ ჩვენ ხომ შერწყმა, ხო? შერწყმას გაუკეთებ და ესე წარმომიდგება ჩინური ხელოვნება მომდევნო რამდენიმე წელია და ფაქტობრივად, დღემდე ალბათ მართლაც ესე გრძელდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც და პრეცედენტი რაც მოხდა თანამედროვე ჩინურ ხელოვნებაში, ეს იყო გამოფენა, რომელსაც ერქვა China Avantgarde და მისი ლოგო იყო ესეთი და ხომ ვერ მეტყვით, აი რას აღნიშნავს ეს ლოგო. ხო. და რა იქნებოდა მათი სათქმელი? რომ აღარასდროს აღარ უნდათ უკან დაბრუნება. აი ესეთი ფაქტობრივად ეს არის ჩემი აზრით მთელი თანამედროვე ჩინური ხელოვნების ლოგო. არასდროს უკან. ყველა და მაგრამ ეხლა ეს დაიმახსოვრეთ რომ არ უნდათ უკან დაბრუნება და მერე ნახეთ როგორ რაღაცებს ქმნიდნენ. ძალიან საინტერესო რაღაცებს ქმნიდნენ. საერთოდ მათ არ უნდათ ისეთ ჩინეთში დაბრუნება, რომელიც იყო აკრძალულებით სავსე, განსაკუთრებით კულტურული რევოლუციის პერიოდში, თუმცა იმპერიული ჩინეთიც არ იყო დიდად ისეთ სახარბიელო და ხომ არ იცით თიანანმენის მოვლენებთან დაკავშირებით რამე ინფორმაცია ხომ არა გაქვთ?
ნაკლებად, ხო? როგორც კომპანიამ არაფერი არ მაქვს. ჩვენი დღეობა არის 4 ივნის. ჩვეულებრივი დღე იყო 4 ივნის. უბრალოდ ძალიან ბევრი ჩინელი ახალგაზრდა თავარ მოედანზე, ჩინეთის თავარ მოედანზე გავიდა საპროტესტო აქციისთვის და შემდგომში ძალიან მკაცრად დაარბიეს. საშინელი კადრებია YouTube-ზე თუ შეხვალთ აუცილებლად მოგთხოვთ იმას, რომ აი კი თანახმავარ რომ ვუყურო ვარ 18 წლის, იმიტომ რომ ეს იყო პირდაპირ უშენდნენ იარაღს. ხო, 99-ში უშენდნენ იარაღს, უშენდნენ ტანკები დადიოდა თიანანმენის მოედანზე. კი. და მინდა ამასთან დაკავშირებით ერთი ესეთი ნამუშევარი გაჩვენოთ. ნახეთ, აი ეს ნამუშევარი არის შესრულებული 1964 წელს. კი ბატონო, და აი ეს ნამუშევარი არის შესრულებული 1992 წელს. და თუ ამჩნევთ, ეს ჩრდილები არის, გამქრალი ადამიანები არის, ხო? აი აქ კიდევ ყველაფერი კარგად არის, შეიძლება სხვა ქალაქიდან ტურისტები ჩამოვიდნენ ჩინეთში დასათვალიერებლად, მაოძედუნთან ერთად ფოტოს გადასაღებად და აქაც ისევ ჩამოვიდნენ მოგზაურები ჩინეთში დასათვალიერებლად, მაგრამ მათ ზურგს უკან ყოველთვის იქნებიან ის ადამიანები, ვინც ასე ვთქვათ, თავისუფლებისთვის, თავისი პირდაპირ მნიშვნელობით გასწერა და მსხვერპლი გაიღო. წეგან ვახსენე, რომ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ იმისა, რომ მაქსიმალურად შეესწავლოთ დასავლური ხელოვნება და ეხლა წარმოგიდგენთ ამის რამდენიმე მაგალითს. საერთოდ ვან გუანი ძალიან ცნობილი ჩინელი მხატვარი არის და ისეთი ავტორიტეტული პიროვნებაც არის. და მას აქვს შექმნილი რამდენიმე ესეთი ნამუშევარი. ეს ალბათ არის თუ გეცნობათ. კი, ეს არის მარატის სიკვდილი. და ესე ძალიან საინტერესო აქვს გადათამაშებული ვან გუანის. მე მგონი რომ შეხედვა ალბათ ძალიან მარტივად მიხვდები. სხვათა შორის მარატიც საკმაოდ რევოლუციონერი პიროვნება იყო და ესე უბრალო არჩეული პერსონაჟი არ იყო, ხო? თუმცა ეს კიდევ ცოტა ჩემი აზრით. ამასაც ხომ იცნობდით, არა? ხო. წინა გაგიჭირდებათ და ამასაც იცნობდით და ესეც არის რა თქმა უნდა გადათამაშება ესეთი ძალიან საინტერესოა ვან გუანიმ პირველად როდის ნახა მონალიზა, რომ გაუჩნდა ამის გაკეთების სურვილი და ამის გადათამაშების სურვილი. ზეგან ვახსენე, რომ მათ ჰქონდათ გადახაზული ის არის და ჰქონდათ სურვილი, რომ არასდროს დაბრუნებოდნენ უკან, მაგრამ არის ესეთი რამე, რომ შენს წარსულში, შენს გენებში რაც არის რთულია ამას ცოტა გაექცა და თითქმის ყველა ავტორს ყოველთვის ჰქონდა აი ეს მაო საკუთარ თავში გამხდარი და ვან გუანის, ანუ იგივე მხატვრის ერთ-ერთი ნამუშევარი არის წარმოდგენილი აი ეს. ნახეთ? მაოს სერიები და აქეთ არის ენდი უორჰოლი. თუ გაგიგიათ ეს ცნობილი ამერიკელი მხატვარი ენდი უორჰოლი. ენდი უორჰოლს რა უჭირდა ამერიკაში ცხოვრობდა და როგორ მაოსაც უნდოდა ისეც დახატავდა. ხოთ შორის არა მარტო მაოს ხატავდა ძალიან ბევრს. კი. აი ისაც აქვს მაოები. ეს არის კი გაჩვენებ ცოტა ხანში გაჩვენებ. ეს არის ენდი უორჰოლი და ეს არის ვან გუანის. და აქ ნახეთ როგორ არის მაო გისოსებში ჩასმული. ამას აქვს ნახეთ წეგან გითხარით რომ ადრე მაოს პერიოდში ბევრ პლაკატს ხატავდნენ. და საერთოდ გადახატვის ერთ-ერთი პრინციპი ის არის რომ ესე აკეთებ ასე ვთქვათ ოთხკუთხედებს და მე ოთხკუთხედების მიხატვით მარტივად ხატავ. ეს არის ფაქტობრივად კოპირების მარტივი მექანიზმი. ანუ ესეთი ტექნიკა რა დახატვის. სხვათა შორის თუ გინახავთ ესეთ მიმართულება არსებობს ფოტორეალიზმი და ფოტორეალისტები როგორ ხატავენ რაღაცას გადაუღებენ ხოლმე ფოტოს და მე კუბიკებად გადააქვთ, ხო? ეს ერთ-ერთი გადათამაშება არის იმისა, რომ ადრე პლაკატების ესე ვთქვათ შარჟი გააკეთა, მაგრამ მეორე ის რომ მაო თითქოს ერთგვარ გისოსებში მოაქცია, ხო? და ეს ძალიან საინტერესოა, რომ ენდი უორჰოლის ნამუშევარი ცხადია გაცილებით უფრო ადრე იყო შექმნილი, ვიდრე ეს გუანის ნამუშევარი. წეგან გითხარით, რომ ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ გადახაზეს თავისიანთი წარსული ვერაფრით ვერ გაექცეოდნენ ამას და ამის ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითი არის ესეთი ასიანი, რომელიც სხვათა შორის როგორც კი საშუალება მიეცა, მე მგონი ერთ-ერთი პირველი არტისტი იყო ჩინელი, რომელიც სასწრაფოდ გავარდა ავსტრალიაში, როგორც კი მას მიეცა ამის შესაძლებლობა, პირდაპირ წავიდა ჩინეთიდან. მე მგონი აი 4 ივნისი რომ ვახსენეთ, აი როგორც კი ეს მოხდა თიანანმენის მოვლენები მაშინვე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიაში გადავიდა, ქმნიდა ასეთ ნამუშევრებს. ეს არის ცოტა უფრო დასავლური ტიპის სკულპტურა, ჩინელები ასეთ სკულპტურას ნაკლებად აკეთებენ, მაგრამ ნახეთ როგორი მოხატულობა, ალბათ ჩინური ფაიფურის ლარნაკი ან რაღაც ნიმუშები გინახავთ, ხომ? იმას გავს აბსოლუტურად.
ეს არის მის სხეულში გამჭდარი. ხო, იუანის დინასტიის პერიოდის ჩინურ ეს არის მის სხეულში გამჭდარი. აი ამის ჩვენება უნდა და მე ავსტრალიაში ვარ, მაგრამ მთელი ჩემი სხეული ეს არის ჩინური ხელოვნება. აი ფაქტობრივად ეს ასოციაცია. მე რა ვქნა, ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი თანამედროვე ჩინური ხელოვნების არის ლიზინი და ხომ გავს ძალიან არა ჩინურ ტრადიციულ მხატვრობას. თუ დაძებნით ლიზინის ფოტოებს, აი ზუსტად ერთ-ერთი ეს არის. რო განახოთ, ახლა ვიხვდებით, რომ ეს არის ყველა ფოტოში აქვს გამოსახული საკუთარი თავი. ძალიან საინტერესო კაცია და ყოველთვის აცვია ჩინური ტრადიციული სამოსი, უკიდურესად ტრადიციულ სახლში ცხოვრობს, ისეთში, რომ რა ვიცი, გეგონება, რომ სიძველეშია ჩარჩენილი, მაგრამ ესეთ ნამუშევრებს ხატავს, ხო? თან ძველს, თან თანამედროვეს, აგერ მე მგონი iPhone-ით უჭირავს ხელში, ხედავთ? ძალიან საინტერესოა, იგივე ტრადიციული მეთოდებით და ხო. მარტივად გაჩვენებს, რა თქმა უნდა, ყველა ავტორს დეტალურად ვერ განვიხილავთ. აი ეს არის ჩემთვის თანამედროვე ჩინელი კაცის ერთ-ერთი განსახიერება და როგორ შემოვიდა, ნახეთ, ჩინეთში ნელ-ნელა დასავლური ტექნიკა და ასე შემდეგ. ეს ტელევიზორს უყურებს, ეს არის ბრინჯ სახარში, რომელიც ნებისმიერი ჩინელი ოჯახის განუყოფელი ნაწილია. ხო, რაღაცა დისპენსერის ჩამოსასხმელი და სხვათა შორის ესეთი მაცივარზე მისაწებებელი მაგნიტებიც მაქვს. ძალიან უყვართ პეკინში, ესე ზედატანის გახდა და ისე ძალიან ქუჩაში, ძალიან ისეთი აი სახასიათოა. ესა? არ ვიცი, ასე. პეკინური. რეალურ ცხოვრებაში არ არის სასიამოვნო სანახავი, მაგრამ მე ვაგროვებ ხოლმე ეგეთ მაგნიტებს ან რაღაცებს თუ ახატია დიდი სიამოვნებით ვაგროვებ. და აქედან გადავდივართ იმაზე, რასაც ალბათ აი მაო ძედუნს რო დაენახა, თანაც გული გაუსკდებოდა. აი ესეთი რაღაცეები, აი ამას გაჩვენებთ განსაკუთრებით. ხედავთ? აი მაო და კოკა-კოლა. საერთოდ კოკა-კოლა არ არის უბრალო სასმელი, იმიტომ რომ ენდი უორჰოლს ხშირად ქონდა გამოყენებული და ფაქტობრივად პოპ-არტი არის ესეთი ხელოვნების მიმართულება და პოპ-არტის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა. ენდი უორჰოლი ამბობდა, რომ კოკა-კოლა ისეთია, რომ შეუძლია ნებისმიერ უბრალო ადამიანსაც დალიოს და შეუძლია რომ პრეზიდენტსაც დალიოს. ძალიან უნივერსალური სასმელია და მაგიტომ ეს პოპ-არტში ხშირად იყენებენ ხოლმე ამ კოკა-კოლის სკულპტურებს. ჰამბურგერი, სადღაც იყო სონის ბატარეა, ეს რა არის? ეს არის ვუდი კორონა, რაღაცა პეპსი, სპრაიტი, ჩინელი კაცი, ხო? ძალიან ისეთი რუა ბრაზერს, სხვათა შორის სამი ძმა არიან და ძალიან საინტერესო რაღაცებს ქმნიან და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ სხვებისაც საკმაოდ ისეთი ძვირიანი ნამუშევრებია, მაგრამ აი ეს მათი ნამუშევრები, იქნება ეს სტილო თუ სკულპტურა, თვითონ ყველაზე იაფი ალბათ $1,000,000 მაინც ღირს. საკმაოდ ისეთი კომერციულად შემდგარი წარმატებული ისიც არის. და თანაც სხვათა შორის თუ დააკვირდებით შემდეგში ჩინეთში აი ამ ბავშვების სკულპტურებს და გამოსახულებებს ისედაც ყიდიან თქვა სუვენირების სახითაც შეიძლება იყოს. ძალიან საინტერესოა რომ თქვა ეს ატამი არის და თევზი ძალიან საინტერესო სიმბოლიკას წარმოადგენს, ხო? ატამი სხვათა შორის არის დიდხანს სიცოცხლის სიმბოლო, მოხუცებს თან რომ მიაქვთ ხოლმე ტორტები, ახალ დაბადების დღის ტორტებზე ხშირად არის ეს ატამი გამოსახული, თევზი კიდე უხვის, სიუხვის და ბარაქისთვის შერეული აქვს. ხო, დასავლური სიმბოლიკა და თანამედროვეობა. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი გამოფენა იყო სონტუნგის გამოფენა. ესეც თითქოს პატარა რეფლექცია იყო. მე მგონი საქართველოშიც ბევრ ადამიანს ჭირს ესე. სონტონგმა გამოფინა უბრალოდ დედამისის ნივთები. და მინდა ნახოთ დედამისის ნივთები. აღწერს თუ არა ეს გამოფენა იმდროინდელი ჩინელი ადამიანის ყოფას. აი ეს იოგურტის თუ რაღაც ეს არის ჩემთვის იმდენად გულისამაჩუყებელი. წარმოიდგინეთ ადამიანი რომ ამას აგროვებდა და ამას რო ებღაუჭებოდა დაახლოებით რა ტიპის ცხოვრება აქვს გამოვლილი. ეს არის არ ვიცი, შიმშილი, ტკივილი, მუდმივი შიში. ნახეთ, აი სახლი, დაახლოებით სახლის მაკეტი და ეს ყველა ნივთი ამ სახლში. როგორ ყველაფრის გაშვება ეშინოდა და თითოეული არ ვიცი თუ ჩანს. აი ეს არის მაგალითად კბილის პასტის თავები. აი ყველაფერს რო ინახავდი. შეიძლება საქართველოშიც ბევრს ყავს ეგეთი ბებო ან რაღაცა, მაგალითად ბებია ჩემი ბათუმიდან თბილისში რომ მოვდიოდი, მაკარონი წაიღე მეუბნებოდ, ბებო აქაც იყიდება, მაგრამ იმას რაღაცა ის სურვილი ქონდა, ხო, რომ გამოეტანებინა. ეს არის ფაქტობრივად რაც თქვი, რომ პოლიტიკა თუ
ეს ისტორიული პროცესები აუცილებლად აისახება კულტურაზეც და ჩემი აზრით მიუხედავად იმისა, რომ უბრალოდ დედამისის ნივთებით დააწყო, არაჩვეულებრივი გამოფენა გამოვიდა. კარგი. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც არ შეიძლება რომ გვერდი აუაროთ, ეს არის აი ვეივეი. აი ვეივეი ისეთ პეკინში კი დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ მამამისთან ერთად გადაასახლეს გობის უდაბნოში და თავის პატარობის ბევრი წელი გობის უდაბნოში გაატარა. ეს ძალიან საინტერესო ნამუშევარი აქვს, რომელიც ქვემოთ არის ვიოლინო და ზემოთ არის ნიჩბის თავი. და ამით მან გამოხატა ის დეტალი, რომ ნახეთ, ძალიან ბევრი ხელოვანი, რომელიც იყო იმ პერიოდში, თქვათ, თავისი იდეების მქონე, გადაასახლეს ან რაღაცა დასაჯეს ისე, რომ ფიზიკურ შრომას აიძულებდნენ. მაგალითად, მამამისი უბრალოდ ტუალეტებს ხეხავდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ესეთი პატარა დეტალი გააკეთა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ენდი უორჰოლი და შაკო, შენ ამაზე ამბობდი? ეს არის აი ვეივეის ნამუშევარი სამი მაო. არა, ის ენდის არის. კი, ის ენდის არის. ფერადი ენდის არის. ხო. და ეს არის აი ვეივეის სამი მაო, ეს იყო ბოლო, რაც მან ხელით დახატა. და ამის შემდეგ ესე ნახატებს არაკეთებდა ხოლმე და მან თქვა, რომ აი ეს არის ფაქტობრივად გამოვემშვიდობეო, მაგრამ რა თქმა უნდა ვერა და ვერა. გული არ გაგისკდეთ, ეს არის ხანის დინასტიის ლარნაკის დამტვრევა. ვერ გაიმეტებდით ალბათ, ხო? ვერც ერთი ფოტოზე დაფიქსირებული და საერთოდ აი ვეივეი ძალიან ხშირად მუშაობდა ხოლმე ძველ ლარნაკებთან. თუნდაც დამტვრევა, ან თუნდაც კიდევ ერთხელ ნახეთ კოკა-კოლა. ძალიან საინტერესო ერთი ფაქტია, რომ პრინციპში ჩინეთში არსებობს ძალიან ბევრი ისტორიული კერამიკული ნიმუში. და ეს კერამიკა ზოგი დევს ხოლმე, რა თქმა უნდა, ძირითად გამოფენაში, მაგრამ ზოგის დაცული არის საცავებში. და შესაბამისად შეიძლება გავიდეს 10 წლეულები ისე, რომ მათ შესახებ ვერავინ ვერ გაიგოს, არავინ მივიდეს მათ დასათვალიერებლად, მაგრამ ნახეთ რა ხდება. აი ვეივეი საცავიდან გამოიტანა, ზემოდან გაუკეთა წარწერა კოკა-კოლა ან ამოავლო სხვადასხვა ფერის საღებავში და უკვე გახდა თანამედროვე ხელოვნების ნიმუში, უკვე იფინება თანამედროვე ხელოვნების გამოფენებში და შესაბამისად ძალიან ძვირი ცხირს. ანუ ფაქტობრივად პოპულარული სიტყვა რომ არის კოლაბორაცია, ხო? კოლაბორაცია გააკეთა ძველ ჩინელ ასე ვთქვათ ავტორებთან და ახალი სიცოცხლე შესძინა აი ამ ნამუშევრებს. კიდევ მნიშვნელოვანი რის გამოც ეს ადამიანი დასაფასებელი არის, ეს არის სამი წიგნი და პირდაპირ ესე ქვია, რასაც ხედავთ. შავი წიგნი, თეთრი წიგნი, ნაცრისფერი წიგნი. და აი ხო, დაგამახსოვრდებათ მე მგონი. ამ წიგნებში არის ასახული როგორი უნდა იყოს წესები, თანამედროვე ჩინური ხელოვნების წესები და მხატვრების შესახებ ინფორმაცია არის მოტანილი. ფაქტობრივად, ცუდი შედარება შეიძლება გავაკეთო, მაგრამ რაც საქართველოსთვის გააკეთა დიმიტრი შევარდნაძემ, რომ თქვა, მოაგროვა ქართველი ხელოვნების ნიმუშები და შექმნა კოლექცია და თქვა, ხელს უწყობდა ხელოვნებს, იგივე გააკეთა აი ვეივეიმ ჩინეთში. ძალიან ბევრ თანამედროვე მხატვარს თუ სკულპტორს მისცა განვითარების საშუალება დაწერა მათ შესახებ და შექმნა ერთგვარად ესეთი ასოციაცია, რის შემდეგაც ერთმანეთის გაიცნეს, ერთად გააკეთეს პროექტები და ასე შემდეგ. ამ მისი ნამუშევრებისგან ერთ-ერთი საინტერესო იყო Fake Design Studio. ეს არის მისი სახლი, სადაც ნებისმიერ დროს ხელოვანებს შეეძლოთ მისვლა და ნამუშევრების განხორციელება. აი, წერან როგორი არქიტექტურის ნიმუშები განახეთ ხომ ჩინური და ეს არის მაქსიმალურად უბრალო და სხვათა შორის ამაზე ამბობდა, რომ ეს რო გავაკეთეთ, შემდგომ ყოველდღე მოდიოდნენ მუშები და მეკითხებოდნენ, აბა როგორ დავადეკორიროთ, აბა როგორ დავადეკორიროთ, მე კიდე არ მინდაო და ბოლოს უბრალოდ უთხარი, რომ ფული არ მაქვსო და გამიშვენენო, რომ აუცილებლად უნდათ მუშებს რო გარედან რაღაცა გაეკეთებინათ. და ეს სტუდია იყო არა მარტო ეს შენობა, არამედ რა თქმა უნდა მისი პროექტები, რომლებსაც ის მოიცავდა და შესაბამისად ძალიან დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ჩინური ხელოვნების განვითარებაში. მე ძალიან მიყვარს ქალაქი პეკინი და ძალიან ვაფასებ აი ვეივეის ამ ნაშრომს თავის მეგობრებთან ერთად, თავის მოსწავლეებთან ერთად ავტობუსზე, მანქანაზე, ну სხვადასხვა ტრანსპორტზე წინ დაამაგრა ჩამწერი კამერა და აბსოლუტურად პეკინის ძირითადი ყველა ქუჩა ყველა ბილიკი გაიარა და მას აქვს თორსტები 2005 წლის პეკინის ყველა ქუჩის ჩანაწერი. ანუ ფაქტობრივად
დიდი ქრონოლოგიური მასალა შექმნა, როგორი იყო იმ დროის პეკინი. და შეგვიძლია შევადაროთ. ძალიან საინტერესო ნამუშევარია და სხვათა შორის ეს ადამიანი არა მხოლოდ თქვათ ფილმებსაც იღებს. და თუ კი დაგაინტერესებთ აი ეს ფილმები, საკმაოდ მისაწვდომია შეგიძლიათ ნახოთ. ბოლო ეგადა იყო Human Flows, რაც არის დევნილების შესახებ გადაღებული და ძალიან საინტერესო ფილმია და იქ ნახავთ როგორი ტიპია, რომ მართლა ეს დევნილები რო გადმოდიან ხოლმე თმას ჭრის, წვერს, პარსავს, როგორ უვლის. ძალიან საინტერესო. ძირითადად არის ხოლმე მაგალითად სირიიდან, რაღაცა ესეთი ჩინეთიდან არა. ხო. იმიტომ რომ Ai Weiwei-ის ბოლოში ვიტყვი, მაგრამ ჩინეთში გარკვეული მიზეზების გამო არ ცხოვრობს. ისე ხომ არ გინახავთ აი ეს შენობა? ხომ გეცნობათ? რა? ეს არის პეკინის ოლიმპიური კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი შენობა, ჩიტის ბუდე ქვია, ხო? მის დაპროექტებაშიც Ai Weiwei-ის აქვს მონაწილეობა მიღებული და სხვათა შორის რა უყარდათ იცით ერთგოს ყველაფერს იღებდა. აი აქაც დეტალურად ყოველი დღის ფოტო აქვს გადაღებული. მას კი არ ავალებდა თავის მოსწავლეებს, ნუ რომ მივიდოდნენ Ai Weiwei-სთან, რომ ასე ვთქვათ და მოსწავლე ვიქნები შენ, წადი ფოტოები გადაიღე, ესეთ რაღაცას ავალებდა და ყველაფრის ფოტო, ყველაფრის ვიდეო მასალა მოდის. კარგი, ეხლა კიდევ ერთ მის ნამუშევარს გაჩვენებთ. ეს არის უზარმაზარი ჯამები. არ ვიცი როგორ, ნუ მოკლედ აი ამ მაგიდაზე დიდი ჯამი, რომელიც სავსე არის რა ქვია მას თეთრი ქვა რომ არის. მოკლედ, გავიხსენებ და გეტყვით. ზღვაში რომ მოიპოვება ჟემჩუგ ქართულად. მარგალიტით, რომელიც არის აბსოლუტურად ბუნებრივი მარგალიტი და ეს მარგალიტი თავისთავად არის ძალიან ძვირფასი. ორი უზარმაზარი თასი არის ამ მარგალიტით სავსე. მაგრამ ერთი შეხედვით რამეს ხომ არ გაგონებთ შემთხვევით? ბრიმს. ეს იყო ზუსტად მისი ალეგორია იმასთან დაკავშირებით, რომ მის ბავშვობაშიც და პრინციპში ჩინეთის ისტორიის ბევრი წლის მანძილზე რამდენად ძვირფასი იყო ბრინჯი. რომ ერთი ჯამი ბრინჯიც კი იმდენად ძვირფასი იყო მაშინ ჩინელებისთვის, როგორც დღეს, რომ ერთი უზარმაზარი ადამიანის ხელა თასი ავაგროვოთ მარგალიტებით, ხო? ხო. საინტერესო სანახავია. სხვათა შორის Ai Weiwei-ის ნამუშევრები არა მარტო შეგიძლია უბრალოდ ფიზიკურად ნახო, არამედ მიხვიდე ხელი მოკიდო შეეხო და მათ შორის ერთ-ერთი ესეთი არის მზესუმზირის მარცვლები ლონდონში, რომელიც გააკეთა 2010 წელს. შუაში ხედავთ მზესუმზირის მარცვალს, ხო ესეა? მე გეტყვით რომ ეს არ არის მზესუმზირის მარცვალი. ხო ძალიან გავს. ეს არის ფაიფური, რომელიც 100 მილიონი ცალი ყველა მოიხატა სათითაოდ ხელით. 100 მილიონი ფაიფურის ნამუშევარი. აი ეგ არის ჩემთვის ძალიან საინტერესო. სიმართლე გითხრათ დღეს ვიდეო, თუმცა მაქვს კომპიუტერში, თუ დაგაინტერესებთ, მე განახებთ ვიდეოს. პეკინის შემოგარენში წავიდა, იპოვა პატარა ისეთ საყვარელი სოფელი და იქ სოფლის მოსახლეობასთან ერთად ქმნიდა ამ ნამუშევარს. 100, 1000 დაურიგა, გაუნაწილა და მისცა დრო რომ სივრცეებიც კი მისცა, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო, რომ სახლშიც ატანდა და ეუბნებოდა მე მომწონს ეს რომ თქვენთან საჭმელს გააკეთებ, თან ცოტას დახატავ, რაღაცა ბავშვს წაამეცადინებ, ერთ-ორ მზესუმზირას გააკეთებ. და ეს პროექტი ფაქტობრივად გაკეთებულია 1000-ობით ადამიანის, იმიტომ რომ 100 მილიონი მზესუმზირას ვერავინ ფიზიკურად ვერ გააკეთებდა და ძალიან საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ეს ყველაფერი რომ მორჩა, მე ეხვეწებოდნენ რომ აუ კიდე რამე პროექტი მოიგონე, იმიტომ რომ ჯერ ერთი ის სოფელი ხო კარგად გაართო. და მე კიდე თანხას ანაზღაურებასაც უხდიდა ამ ყველაფერში და მოკლედ სიხალისა და ესეთი ეკონომიკური აღმასვლა შეიტანა. ეს ძალიან საინტერესო პროექტი იყო, იმიტომ რომ ეს ლონდონის მუზეუმის დარბაზი არის ძალიან დიდი და ამ დარბაზთან მუშაობა შეუძლია მხოლოდ ძალიან მაღალი დონის არტისტს და ესეთი რა თქმა უნდა იყო Ai Weiwei და მთლიანად გავსო ეს. შეგეძლო შიგნით შესულიყავი, გაგიარა და მაგრამ რადგანაც ფაიფური იყო ტყდებოდა და შემდეგ უკვე დაადგინეს რომ ჯანმრთელობისთვის საშიში აღარ აძლევდნენ ამის უფლებას, მაგრამ ისე მზესუმზირა რატო არჩია? აი რამე ასოციაცია ხო არ გიჩნდებათ მზესუმზირა რატო შეიძლებოდა რომ ყოფილიყო? იმიტომ რომ მზე არის მაო და ჩვენ ყველანი ვართ მზესუმზირები, საერთოდ იქით შევტრიალდებით, შევტრიალდებით. ეს ერთი. და მეორე იმის გამო ამბობდა, რომ ეს იყო ფაქტობრივად ამ შემთხვევაში არა, მაგრამ ისე ხშირად იყო ხოლმე მოუწოდნით დროს რაღაცა ფუჭი შრომა. თუ იცით ძალიან ბევრ ფოლადს ადნობდნენ, რომ აბა ამერიკას დავეწიოთ და გავასწროთ თუ რაღაცა, იქ უნდა ჩიტები მოეკლათ, რომ ჩიტებს არ შეეჭამა მოსავალი და ნუ ესეთი უმისნო შრომა და ამასაც შეადარა, რომ ფაქტობრივად ადამიანებს იქირავდნენ და ყოველდღე აკეთებინებდა რაღაცა ესეც. თუმცა Ai Weiwei-ის შემთხვევაში ფაქტობრივად ძალიან საინტერესო იყო.
ხო, ხელოვნება არ არის მხოლოდ მაინც რაღაც მატერიალურის შექმნა. კიდევ ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარი, რომელიც მან გააკეთა, ეს იყო 1000 მოიფიქრა ესეთ რაღაცა, რომ 1000 ჩინელი უნდა წაიყვანა პირველად საზღვარგარეთ და არჩია ესეთი ქალაქი ბერლინი და მთელი პროცესი იყო თვითონ ხელოვნება, ჯერ ამ ადამიანების შერჩევა, მერე თითოეული ამ ადამიანისთვის პასპორტის დამზადება, ბოლო-ბოლო ყველა პეკინში არ იყო და უნდა ჩამოეყვანა სხვა ქალაქიდან პეკინში. შემდგომში მოუმზადა ყველას ჩემოდანი, ადგილი, დასაწოლი და ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდა. ერთი რა თქმა უნდა ყველა 1000-ივე ვერ წავიდა. ზოგმა უარი თქვა, ზოგს ვიზა არ ჩაურტყეს, ზოგს რაღაც გამოუჩნდა. ვინც ჩავიდა იქიდან ხო, მერე სიმართლე რომ დაგიმალოთ, რამდენიმე დარჩა. რა თქმა უნდა, გერმანიიდან უკან დაბრუნება უკვე აღარ მოისურვეს და შესაბამისად ესე იქ დარჩნენ. ხო, ძალიან საინტერესო იყო და ბოლოს აი რის გამოც ვახსენე რომ აი ვები აღარ ცხოვრობს თქო. ჩინეთში მომხდარი ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მიწისძვრის შემდეგ დაინგრა რამდენიმე სკოლა და ეს სკოლები დაინგრა შემდგომში კვლევის მიხედვით, იმიტომ რომ იყო ძალიან ცუდად აშენებული და ცუდად იყო აშენებული კორუფციის გამო. და ამის გამოკვლევის შედეგად მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, რომ აი მიუხედავად გაიკეთებინა ძალიან საინტერესო გამოფენა, არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ ეს ყველა არის ბავშვების სკოლის ჩანთები. ხო. და აქ ჩინურად წარწერა წერია, რომ შენ 7 წელი იყავი ბედნიერი. ხო. ეს ერთი და მეორე კიდევ ესეთი გამოფენა, თითოეული ბავშვის სახელობის უნიკალური ბეჭედი შექმნა. და აი ამ ბეჭდების დატანით შექმნა ესეთი გამოფენა, ეს ისევ ზურგჩანთები, რის შემდეგაც მას შეექმნა პატარა პოლიტიკური პრობლემები, დაიჭირეს სახლში იყო, ასე ვთქვათ, შინა პატიმრობაში და აი ესეთი ძალიან საინტერესო გამოფენა მოაწყო, ესეც ევროპაში მიდიოდი, ესეთ ბოქსებთან შიგნით ჩაიხედებოდი და ხედავდი ესეთ გამოსახულებებს. ნახეთ? როგორ შინა პატიმრობაში იმყოფებოდა აი ვეი. ფაქტობრივად ორი ადამიანი ყავდათ მისთვის მიჩენილი, რომელიც არც ერთ წამს არ შორდებოდა. მათ შორის ძალიან ინტიმურ მომენტებში, ხო, ეს იყო საპირფარეშო წერა, საშინელება ალბათ აი აქ არის რამდენად ჩანს, როცა გწინავს და თავზე გადგანან და გიყურებენ. ბანაობ და თავზე გადგანან და გიყურებენ. შემდგომში რადგანაც ისეთი ამ სხვა დაშავებული არაფერი. ნახეთ მიწისძვრა რომ მოხდა და რომ დაიწყო ამის გამოძიება შემდგომში დაიჭერეს და ესეთ საზოგადოების ფართო საზოგადოების ჩარევით საბოლოო ჯამში გაუშვეს და ეხლა ორ ადგილას არის ლონდონში ცხოვრობს და ბერლინში, ხო? და ესე სხვადასხვა ადგილებში არის გადანაწილებული. ხო, ახლა აი სხვათა შორის შაკომ რადგანაც ახსენა ერთი რამე მინდა ვთქვა რომ აი რო გითხარით რომ ჩინური ხელოვნება ესე ძალიან საინტერესო გახდა ხო საზოგადოებისთვის თამამ რაღაცებს აკეთებდნენ მაოს როგორც უნდა ისახატავდნენ და ეს ცოტა ადრე იყო ეხლა უკვე თითქოს უფრო მეტად შეზღუდულია და ეხლა მაგის საშუალება ნაკლებად არის ფაქტობრივად ყოველ წელს რო ჩავდივარ უფრო და უფრო იმას გრძნობ ხო ალბათ პირველად როგორც ტურისტი ისე რომ ჩახვიდე ჩინეთში სადმე გვანჯოუში ან შანხაიში ასე დიდად არც არაფერი მაგრამ თუ წლების მანძილზე ნამყოფი ხარ ყოველ წელს იქცნობ უფრო და უფრო მეტ სიმკაცრეს და რაღაცა ისეთ იმას ამიტომ ნახოთ აბა როგორ განვითარდება ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ რომ თანამედროვე ჩინურ ხელოვნებას მსოფლიოს ასპარეზზე თავისი მნიშვნელოვანი ადგილი აქვს და ალბათ როგორც ადრე ქონდა ნებისმიერ შემთხვევაში ახლა წეკი კარგი, ჩემი ლექცია ფაქტობრივად ამითი დასრულებულია. მადლობა ყურადღებისთვის და თუ კი რაიმე შეკითხვა გექნებათ, დიდი სიამოვნებით ვეცდები რომ გიპასუხოთ.